მშვიდობის მეგობრებო, მოგესალმებით. Quorumi გვაქვს და შეგვიძლია სხდომა გახსნილად გამოვაცხადოთ. დღეს წესრიგით გვაქვს 3 საკითხი. პირველი ეს არის მესამე მოსმენით მოვისმენთ განათლების ხარისხის განვითარების შესახებ, ასევე მეორე მოსმენით გვაქვს ადრეული და სკოლამდელი ახსნა და განათლების შესახებ კამაპროექტის განხილვა და მესამე ეს არის საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესი წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც შეეხება პოლიციის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების საკითხს და ამას პირველი მოსმენით მოვისმენთ. გთხოვთ პირველ რიგში დღის წესრიგს უყაროთ კენჭი. დიდი მადლობა, წარმოგიდგენთ ესე იგი დღის წესრიგით გათვალისწინებულ პირველ საკითხს, რომელიც არის საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესი, წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები, განათლების ხარისხის განვითარების შესახებ, რომელზეც მესამე მოსმენა გვაქვს და მომხსენებელი ყავს ბატონი ზვიად გაბისონია, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე. გთხოვთ ბატონი. მოგესალმებით. მესამე მოსმენით გვინდა წარმოგიდგინოთ განათლების ხარისხის განვითარების შესახებ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილება. მეორე მოსმენაზე არსებითი ხასიათის ცვლილებები არ განუცდია. შეგახსენებთ უბრალოდ, რომ საუბარია 180 კალენდარული დღით გაგრძელებაზე ავტორიზაციის ვადაზე, იმ შემთხვევაში, თუ ბრალეულობა ჩვენი მხრიდან არის, თქვათ ექსპერტების ნაწილი, თქვათ დროულად ვერ მოახდინეს, იგივე აკრედიტაციის და ავტორიზაციის საბჭოების დროს ვერ მოხდა შესაბამის ვადაში ჩატევა, რომ არ დაზარალდეს უმაღლეს სასწავლო დაწესებულება. ეს იდეა იყო გაჟღერებული და ეს მხოლოდ ერთი ცვლილებით გვინდა, რომ მესამე მოსმენით უყაროთ კენჭი. 180 კალენდარულ დღეზე გაგრძელებასთან დაკავშირებით. ვინმეს შენიშვნები არ აქვს, მესამე მოსმენით ვინაიდან ტექნიკური ცვლილებები განიცადა ძირითადად, ერთადერთი რეკომენდაცია ჩვენი მხრიდან იყო, რომ ვეცადოთ მაქსიმალურად, რომ ეს ბოლომდე არ გაიწელოს ეს ვადა და ექსპერტებით შესაბამისად დროულად მოხდეს დაკომპლექტება. გთხოვთ კენჭი უყაროთ აღნიშნულ საკითხს. დიდი მადლობა. თამდევიც აქვს ამას, იგივე შინაარსის, თამდევია უმაღლესი განათლების შესახებ კანონში, იგივე შინაარსით, უბრალოდ მეორე კანონშიც არის თამდევად შესატანი ცვლილება. კი ბატონო. და ამასაც ერთიანად უყაროთ კენჭი. კი ბატონო. კარგით, გადავიდეთ დღის წესრიგით გათვალისწინებულ მეორე საკითხზე, ეს არის საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესი წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი ადრეული და სკოლამდელი ახსნა და განათლების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მეორე მოსმენით. გთხოვთ ბატონ ზვიად. აქაც საუბარია ავტორიზაციის ვადის ცვლილებაზე, სკოლამდელი და ადრეული და სკოლამდელი ახსნის და განათლების შესახებ კანონში საუბარია 4 წლის ნაცვლად 6 წლის ავტორიზაციის ვადის გახანგრძლივებაზე. შესაბამისად პირველი მოსმენის დროს ცვლილებები არ განხორციელებულა, შეგვიძლია მუხლობრივად. რადგანაც მუხლობრივი განხილვა არის მეორე მოსმენით, მუხრების მიხედვით რო გავიაროთ. კი ბატონო. მუხლი პირველი. პირველი მოსმენის შემდეგ ცვლილება არ განხორციელებულა. მუხლი მეორე. არ განხორციელებულა ცვლილება. ეს არ არის. კი ბატონო, მუხლი მესამე. ცვლილება არ განხორციელებულა. კარგი, დიდი მადლობა. გთხოვთ მეგობრებო უყაროთ კენჭი აღნიშნულ დღის წესრიგს. აღნიშნულ კანონ პროექტს დიდი ბოდიში. ახლა კი გადავიდეთ. დიდი მადლობა ბატონო ზვიად, დიდი მადლობა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს. ახლა კი გადავიდეთ დღის წესრიგით გათვალისწინებულ მესამე საკითხზე, რომელიც შეეხება საქართველოს კანონის პროექტს პოლიციის შესახებ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე და მისი თამდევი კანონ პროექტები. მომხსენებელი ყავს ბატონი ალექსანდრე დარახველიძე, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე. მოგესალმებით, მოგესალმები პატივცემულ დეპუტატებს და მცირე საზოგადოებას. წარმოგიდგენთ ჩვენს მიერ მომზადებულ ცვლილებათა პაკეტს, რომელიც მიზნად ისახავს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ახალი უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობის გაჩენას, კერძოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია, რომელიც დღეს მოქმედებს როგორც ასე ვთქვათ პროფესიული კურსების განმახორციელებელი სასწავლებელი, მას ექნება საშუალება, რომ განახორციელოს უკვე უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა. ოღონდ ამ შემთხვევაში გათვალისწინებული იქნება სრულიად ახალი სპეციალობა, როგორც არის საზოგადოებრივი უსაფრთხოება და საპოლიციო საქმე. ეს არის ახალი ასე ვთქვათ პროფესია, რომელიც ჯერ არც ერთ უნივერსიტეტში არ ისწავლება და ჩვენ ვიქნებით პირველები, ვინც ამ მიმართულებით დაიწყებს უმაღლესი განათლების ასე ვთქვათ საბაკალავრო პროგრამის განხორციელებას. მიზანი აღნიშნული ცვლილების არის ის, რომ პოლიციელებს ჰქონდეს ძალიან მაღალი კვალიფიკაცია იმისათვის, რომ მათ საკუთარი ფუნქციები განახორციელონ.
გათვალისწინებულია განსხვავებული წესები, რაც დაკავშირებულია იმასთან, რომ აბიტურიენტი, რომელიც ჩაირიცხება აღნიშნულ საბაკალავრო პროგრამაზე, ის მიიღებს უკვე პოლიციის რიგითის წოდებას, მას შეიძლება ჰქონდეს დაშვება სახელმწიფო საიდუმლოებაზე, სწავლის პერიოდში იგი გაივლის ფიზიკურ, ტაქტიკურ, საცეცხლე მომზადებას, ასევე სპეციალურ სასწავლო საგნებს, რომელიც აუცილებელია მათი ყოველდღიური საქმიანობისთვის, სახელმწიფო უზრუნველყოფს მათ როგორც საცხოვრებლით, ასევე შესაბამისი უნიფორმით, კვებით და გარდა ამისა მათ ეს სწავლების პერიოდი სულად ჩაეთვლებათ წელთან ამსახურებაში, რაც დაკავშირებულია პოლიციურ ამსახურებასთან, ხოლო სწავლის დასრულების შემდგომ აღნიშნული პირები განაგრძობენ მუშაობას შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში, მათ უკვე სწავლის დასრულების შემდეგ მიენიჭებათ ლეიტენანტის სპეციალური წოდება და გარდა ამისა დაწესდება გარკვეული ვალდებულება, რომ მათ კონკრეტული პერიოდის განმავლობაში იმსახურონ სამინისტროს სისტემაში. აღნიშნული ცვლილება მოგცემს საშუალებას, რომ სამინისტროს და ქვეყანას ყავდეს ძალიან მაღალი კვალიფიკაციის პოლიციელები, რომლებიც უმაღლესი ჩარიცხვიდან, უმაღლეს საგამართლებლო პროგრამაზე ჩარიცხვიდან დასრულებამდე სრულად იყვნენ ჩართული საპოლიციო საქმიანობაში, ჰქონდეთ ის განათლება, რაც მათ ყოველდღიურ საქმიანობაში ესაჭიროებათ, გარდა ამისა სახელმწიფო იღებს ვალდებულებას მათი დასაქმების და შემდგომი კარიერული ზრდის და გარდა ამისა ეს იქნება კონკრეტულად შინაგან საქმეთა სამინისტროს საჭიროებებზე მორგებული საბაკალავრო პროგრამა. ხო, და მთავარი აუცილებლად უნდა აღნიშნოს, რომ სწავლა იქნება უფასო ამ ადამიანებისთვის, შესაბამისად პირებს, რომლებიც ჩაირიცხებიან, მათ მიენიჭებათ რიგითის სტატუსი, რიგითის წოდება, სახელმწიფო სრულად აანაზღაურებს მათი სწავლის, კვების, საცხოვრებლის ხარჯებს, ფორმის ხარჯებს, ასწავლის ყველა იმ დისციპლინას, რაც მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში ჭირდებათ და საბოლოო ჯამში როგორც ფიზიკური მომზადებით, ტაქტიკური, საცეცხლე მომზადებით, კონკრეტული საკითხების დეტალური ცოდნით, ისინი შეიძლება რომ ემსახურონ ჩვენს ქვეყანას. ვფიქრობთ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ინიციატივა, ეს არის ბატონი მინისტრის საკანონმდებლო მინისტრის ინიციატივა და რა თქმა უნდა ჩვენ აქ ამ პროცესში ჩართული ვიყავით როგორც განათლების სამინისტროსთან ერთად და ერთობლივად შევიმუშავეთ ეს პროექტი. ვფიქრობთ, რომ ეს პროექტი უკვე გადის აკრედიტაციის შესაბამის პროცედურებს განათლების სამინისტროში და უკვე 2027 წლიდან ვფიქრობთ, რომ ჩვენ შევძლებთ, რომ პირველი აკადემი ვიღოთ და ეტაპობრივად გავზარდოთ მათი რაოდენობა ჩვენ სისტემაში. რაც საბოლოო ჯამში მოგცემს, რომ საზოგადოებრივი უსაფრთხოება და მათ წესრიგი ეფექტურად იქნება დაცული და ქვეყანას ეყოლება მაღალი კვალიფიკაციის მქონე პოლიციელები. თუ რამე კითხვები არსებობს, რათ ვართ დეტალურად გიპასუხოთ. დიდი მადლობა ქალბატონი ეკასაბაშვილი, ბატონი ლადო კახაძე. მოგესალმებით ბატონო ალექსანდრე. პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ ნამდვილად მისასალმებელი ინიციატივაა და მხოლოდ დადებითი და სიკეთის მომტანი შეიძლება იყოს ქვეყნისათვის, თუ პოლიციელები მიიღებენ სპეციალიზირებულ უმაღლეს სასწავლებელში სპეციალიზირებულ განათლებას. ამ პროგრამასთან დაკავშირებით რამდენიმე შეკითხვა მაქვს. პირველ რიგში, როგორც ხედავ, ეს იქნება საბაკალავრო პროგრამა, გათვალისწინებული იქნება თუ არა ამ უმაღლეს სასწავლებლებში საბაკალავრო პროგრამის გარდა ასევე სამაგისტრო ნაწილი მისთვის და ასევე სადოქტორო მიმართულებით ამ პროგრამით სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა. მეორე კითხვა შეეხება რამდენად არის ესეთი საბაკალავრო პროგრამები, ახლა მე როგორც თქვენი სიტყვიდან გავიგე, რომ ეს პირველია საქართველოში, მაგრამ რამდენად არის საერთაშორისო გამოცდილება ამ მიმართულებით გათვალისწინებული და განმოღებული უცხოეთის, თქვათ, რომელი ქვეყნების საბაკალავრო პროგრამების ანალოგს ეყრდნობა, როგორც ხედავ, ახლა გადის საბაკალავრო პროგრამა აკრედიტაციის პროცესი, იქ რა თქმა უნდა ეს საკითხებიც განხილული იქნება და შესწავლილი იქნება და აი რომელი ქვეყნის გამოცდილებებს ვიზიარებთ ამ მიმართულებით და კიდევ ერთი კითხვა მაქვს, ჩვენ გქონდა წინამოწვევის პარლამენტში, როდესაც საუბარი ეხებოდა სამხედრო ტიპის განათლებაზე, აი მაშინ იქ წარმოიშვა ესეთი პრობლემა, რომ როდესაც სტუდენტები აბარებდნენ ამ სპეციალობაზე, ვერ ძლევდნენ პროგრამას, იმიტომ რომ აქ განსაკუთრებული სწავლა არის, იგივე მე როგორც ხედავ ამ საბაკალავრო პროგრამას მოითხოვს
განსაკუთრებულ უნარჩვევებს, ფიზიკურ დატვირთვას, ეს არ არის ჩვეულებრივი საბაკალავრო პროგრამა და გარდა ამისა, ამ საბაკალავრო პროგრამის მოსამზადებელი სტუდენტებისათვის გაცილებით მაღალი ხარჯი უნდა გაიყოს სახელმწიფომ, ვიდრე ჩვეულებრივი საბაკალავრო პროგრამის დროს, იმიტომ რომ იქ იგულისხმება კვება, მომზადების განსაკუთრებული საჭიროებები და ასე შემდეგ. და როგორც ვიცით, მეორე მხრივ სტუდენტებს აქვთ საშუალება მობილობით ისარგებლონ და სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში გადავიდნენ. აი, როგორ დავიცავთ, ასე ვთქვათ, აქ მოზიდულ სტუდენტებს იმისათვის, რომ აი ვთქვათ ისწავლოს სტუდენტმა 1-2 წელი, მე ჩათვალოს, რომ ეს მის გეგმებში არ შედის, ან ჩათვალოს, რომ ეს მისთვის მძიმე არის, ვერ შეძლებს და სახელმწიფოს მიერ გაწეული ეს ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მათ მომზადებასთან, იგივე ფიზიკური მომზადება იქნება თუ ცეცხლსროლი იარაღით, ხმარების გათვალისწინებული კვება და ასე შემდეგ, ჩათვალოს, რომ აღარ უნდა, არ შეუძლია და გადავიდგეს სხვა პროგრამაზე და აქედან გამომდინარე გამოდის, რომ სახელმწიფომ 2-3 წელი ან თუნდაც 1 წელი ეს ხარჯი ტყუილ უბრალოდ გაიყო. აქ თქვენ გიწერიათ განმარტებით ბარათში, რომ არის გარკვეული ვალდებულება, რომ ცოტა ხანი გარკვეული პერიოდი უნდა იმუშაოს შემდგომში სისტემაში. აი, სისტემაშიც რამდენი წელი უნდა იმუშაოს, აი ამასთან დაკავშირებითაც თუ გაგვცემთ პასუხს, კარგი იქნება. მე ვერაფერს სულს ვერ ვხედავ მაგალითად იმაში, რომ თუ ამ სპეციალობას დაამთავრებს გარკვეული პერიოდი იმუშავებს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში და შემდგომში სხვა სისტემაში გადავა, იქაც კი მისი კვალიფიკაცია იქნება ძალიან მნიშვნელოვანი და ისევ ქვეყანას მოხმარდება. მაგრამ მაინც საინტერესოა, რამდენი წელი არის გათვალისწინებული კანონ პროექტის მიხედვით, თუ არის გათვალისწინებული და ასევე სტუდენტებისათვის, აი ვალდებულებების რა ასე ვთქვათ, კრიტერიუმები გაქვთ შემუშავებული, რომ ვთქვათ, თავიდან ავიცილოთ სახელმწიფო სახსრების ფუჭი ხარჯვა და შეიძლება ითქვას გაფლანგვაც კი ამასთან დაკავშირებით. ანუ ბოლოს დავწერო კიდევ ერთხელ, რომ ნამდვილად ძალიან მისასალმებელია, ნამდვილად ვემხრობი ამ ინიციატივას და ნამდვილად კარგი იქნება ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისათვის და საზოგადოებრივი უსაფრთხოებისათვის, ასევე მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადება და შემდგომში სისტემაში თუ სისტემის გარეთ დასაქმება. მადლობთ. დიდი მადლობა ბატონ ლადო. დიდი მადლობა ინიციატორებს, პირველ ვისაც დაებადა აზრი იქიდან დაწყებული და მე განხორციელების ყველა ეტაპზე, ვინც სწორად დაინახა ამ საკითხის მოგვარება. მე მაქვს რამოდენიმე შეკითხვა. პირველი, კონტინგენტი. რამდენზეა გათვლილი, რამდენი არის ეს? მეორე, გამოცდის რა სახეობა იქნება? ერთიანი გამოცდის შედეგად მიღებული პროდუქტია, საფეხური, ჩასაბარებელი თუ სპეციალური გამოცდა იქნება ამ ადამიანებისათვის? და მესამე, სისტემაში ეს ძალიან რთული სისტემა არის, ძალიან დიდი პასუხისმგებლობის მატარებელი სისტემა არის და ამ სისტემაში ერთადერთი წყარო იქნება კადრის შევსების ამ უმაღლესის დამთავრებული ახალგაზრდები თუ სისტემა კარებს არ დახურავს სხვა განათლების მიღების შემდეგ მოსული ახალგაზრდებისათვის. მაგალითად, იურიდიული განათლებით და ტექნიკური განათლებით, რომელიც შეიძლება და როგორი იქნება მათი ერთ ადგილზე უპირატესობას მიიღებს თუ არა ამ უმაღლესის დამთავრებულის დიპლომი შეჯიბრიდობის პრინციპიდან გამომდინარე, როცა ვაკანსიაზე იქნება ლაპარაკი, მას ექნება უპირატესობა თუ არა. და ყველაზე მთავარი, რომელიც მე არაერთხელ მithქვამს, ყველა უმაღლესი ეხება ესა მოუსწრებლობის შემთხვევაში, ეხლა დღეს ასია, თუ კაცმა ვერ ჩააბარა გამოცდა, ამის გამო არ გარიცხავენ, ფულს გადაიხდის და მე კიდე და ბოდიშს მოხდით ვამბობ, ასაკურველი ამას ვუტრირებ, ბოდიშს ვიხდი, მაგრამ ამ შემთხვევაში როგორ იქნება მოუსწრებლობის შემთხვევაში იქნება სიმკაცე თუ არა ინსტიტუტის მომაღლესის დატოვების თაობას. დიდი მადლობა. ბატონ ლადო. მადლობა ქალბატონ თავმჯდომარე, მადლობა ბატონ ალექსანდრე საკანონმდებლო ინიციატივისთვის. თავის დროზე საბაკალავრო პროგრამების გაუქმება იყო ძალიან დიდი შეცდომა და კარგია, რომ ამ შეცდომაში შინაგან საქმეთა სამინისტრო და ზოგადად სახელმწიფო გამოასწორებს, რა თქმა უნდა, როგორც კომიტეტზე, ასევე პლენარულ სხდომაზე ამ კანონ პროექტს ჩვენი პოლიტიკური ჯგუფიდან იქნება მხარდაჭერა. მე უბრალოდ დავაზუსტებ ის, რაც ბატონმა ლადომ უკვე იკითხა. კანონ პროექტში წერია, რომ შეუძლიათ როგორც მოქმედ თანამშრომლებს გააგრძელონ სწავლა, ასევე
გარედან, ასე ვთქვათ, ვისაც ექნება სრული ეს განათლება მიიღოს და გახდეს მერე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი, ზოგადად პოლიციაში მიღების ის ეგრეთ წოდებული პროფესიული პროგრამა რჩება თუ არა, თუ ხომ არ იგეგმება იმაშიც რაიმე გარკვეული ცვლილებები, საიმისოდ რომ ერთის მხრივ 3 წელი არ ელოდოს ახალ კადრებს, ასე ვთქვათ, პოლიცია და მეორეს მხრივ გავაუმჯობესოთ კვალიფიკაციის ხარისხი იმ ადამიანების, ვისაც მანამდე არ ქონია რაიმე სხვა სახის განათლება და უნდათ გახდნენ თქვენი სისტემის თანამშრომლები. მადლობა. მოგესალმებით. მადლობა წარმოდგენილი ინიციატივისთვის. ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ინიციატივაა. ჩემთვის განსაკუთრებით ძალიან საყურადღებოა ეს სფერო, იმიტომ რომ როგორც იცით მე ყოფილი პოლიციელი გახლავართ, აქედან გამომდინარე ძალიან მნიშვნელოვანია ეს ცვლილება, იმიტომ რომ განათლება მით უმეტეს პოლიციელის მიმართულებით არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი. მიუხედავად იმისა, რომ მე დაგეთანხმები, ჩვენ გვყავს პროფესიონალები, რომლებიც პოლიციის აკადემიაში ასწავლიან და მათ აღზარდეს უამრავი თაობა, პოლიციელები, რომლებიც დღეს ემსახურებიან მართლ წესრიგს, გვაქვს ძალიან ბევრი გამოწვევები და ამაზე თვალს ჩვენ ვერ დავხუჭავთ. ჩვენ გვყავს ქვეყანაში ბოლო 1 წლის განმავლობაში 500-მდე დაზარალებული, რომელსაც სახელმწიფო არ აღიარებს როგორც დაზარალებულად, იმიტომ რომ მათ მიმართ განხორციელდა საპოლიციო მოქმედებები, რომლებმაც ისინი დააზიანეს, მოქმედებები, რომლებმაც შეზღუდეს მათი უფლებები. აქედან გამომდინარე ამ მიმართულებით მექნება რამოდენიმე შეკითხვა. პირველ რიგში ეს ცვლილება, როდესაც თქვენ დაინიცირეთ, როგორ მიხვედით ამ დასკვნამდე, ანუ რაიმე კვლევებს ეფუძნება ეს საკანონმდებლო ინიციატივა, მოკვლეული გაქვთ მოსალოდნელი ნაკადი რა იქნება, შემდეგ უკვე პროგრამა, რას დაეყრდნობა ეს უმაღლესი სასწავლებელი. ასევე მაინტერესებს, ვინ ნიშნავს რექტორს და რა ფუნქციები ექნება და როგორ იქნება ეს განათლების სამინისტროსთან შეთანხმებული, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროსთან. რა ზედამხედველობის მექანიზმები არსებობს, ანუ მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს შიგნით თუ განათლების ხარისხის განვითარების ცენტრიც იქნება ამაში ჩართული და რამდენად იქნება პროგრამაში წარმოდგენილი ისეთი საგნები, როგორიც არის დემოკრატიული ზედამხედველობა, ძალის გამოყენების სტანდარტები, კომუნიკაციის მიმართულება, რომელიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია თუ ჩვენ საუბრობთ საზოგადოებაზე ორიენტირებულ პოლიციის შექმნაზე და კიდევ უმნიშვნელოვანესი მასების მართვა, რომელიც როგორც ვიცით, აქამდე მე ზუსტად არ ვიცი პოლიციის აკადემიაში თუ არის კონკრეტულად ეს მიმართულება, ვიცი რომ გრანტების და საერთაშორისო პარტნიორების მეშვეობით იყო შესაბამისი მომზადებები, თუმცა კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ამან და იმ პროფესიონალურმა ადამიანებმა მაინც ვერ დაგვიცვეს იმისგან, რომ გვაქვს ძალიან ბევრი ერთეული შემთხვევა, სადაც ირღვევა ადამიანების უფლებები, ჩვენი მოქალაქეების უფლებები და სადაც მიმდინარეობს ძალის გადამეტება. ხო, ამ მიმართულებით მინდა პასუხები. მადლობა. მადლობა, ქალბატონი ლიკა შარტავა. მოგესალმებით. პირველ რიგში დიდ მადლობას გადაგიხდით წარმოდგენილი ინიციატივისთვის და ამ მნიშვნელოვანი ცვლილებისთვის. მეც მაინტერესებს უშუალოდ როგორ უზრუნველყოფს სამინისტრო სწავლების მაღალ ხარისხს და ასევე მაინტერესებს რა მოლოდინებია აღნიშნული ცვლილებით ახალგაზრდების ჩართულობასთან დაკავშირებით და თუ არის შესაბამისი, ასე ვთქვათ, საზოგადოების ცნობიერების ამაღლების კუთხით შესაბამისი კამპანიები, რათა უფრო მეტი ინფორმაცია მიეწოდოთ ჩვენს ახალგაზრდებს ამ ძალიან კარგ ცვლილებასთან დაკავშირებით. დიდი მადლობა. ბატონ ზვიაცაც ქონდა კომენტარი? კითხვა რა თქმა უნდა არ მაქვს. პირველ რიგში მხარდაჭერა მინდა გამოვაუცხადო ამ პროგრამას. ჩვენი სამინისტრო აქტიურად იყო ჩართული ამ პროცესში და ამიტომაც ჩვენ მოსაზრებას გეტყვით. თქვენ იცით რომ ეს მიმართულება არის აბსოლუტურად ახალი და ექნება მხოლოდ აკადემიას. ის გახლავთ ევროპის საკვალიფიკაციო ჩარჩოში შემოვალი კვალიფიკაცია, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია რომ ევროპულ სტანდარტში თავიდან ბოლომდე ზის და ამის განმარტება სამინისტროდან მინდოდა რომ გაგვეკეთებინა
აღადგინა. ეს გახლავთ საბაკალავრო პროგრამა ამ ეტაპისთვის და შესაბამისად თქვენ იცით რომ ჩვენი კანონმდებლობის მიხედვით საბაკალავრო პროგრამის განხორციელების უფლება აქვს მხოლოდ უმაღლეს სასწავლო დაწესებულების სტატუსის მქონეს და მხოლოდ ამ ლოგიკით არის აკადემია და ესეც გვინდა რომ დავაზუსტოთ, იმიტომ რომ ამაზეც ვიცით რომ სპეკულაციები იყო თითქოს რაღაც უნივერსიტეტების რაოდენობას ვზრდით ქვეყანაში. ამიტომ აქ ცალსახად გვინდა ვთქვათ რომ მხოლოდ აი ამ ნაწილშია, ასევე აქვე გეტყვით რომ თქვენ იცით რომ ჩვენ მთავრობისგან გვაქვს დავალება მიღებული რომ დაახლოებით გაზაფხულისთვის მოვამზადოთ ცალკე ნორმატიული აქტი რომელიც გაერთიანებს ყველა განათლებასთან დაკავშირებულ ნორმატიულ აქტს ერთიანად და აქაც ვფიქრობთ რომ სპეციალიზებული ტერმინები შეიძლება იქნას შემოღებული მე თქვენთან კონსულტაციების შედეგად და შინაგან საქმეთა სამინისტროსთან რომ გავაცალკევოთ ასეთი ტიპის პროგრამების განმახორციელებელი უსდ-ები რეალური უნივერსიტეტებისგან ასე ვთქვათ რომ ეს სპეკულაცია სამომავლოდ აღარ იყოს ამ მიმართულებით გაგრძელებული. მადლობა. დიდი მადლობა. მეც ერთ კითხვას და ერთ კომენტარს გავაკეთებ. ერთი კითხვა დამაზუსტებლად ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით ითქვა, თუმცა რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ ვინაიდან ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა არის და მათ შორის მნიშვნელოვანია, რომ უფასო იქნება სწავლება, რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ ეროვნულ გამოცდებში მიიღო გრანტი და თქვენთან აპარებს და პროცედურულად რომ აგვიხსნათ ალბათ განათლების სამინისტროსგან უფრო ან თქვენ ბატონო სანდრო რომ გითხრათ რა ხდება ამ შემთხვევაში და ასევე ვინაიდან ეს ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა არის ჩვენ კონსულტაციები ასევე გვქონდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთანაც და შემოთავაზება იქნებოდა რომ ვინაიდან უმაღლეს განათლების ნაწილშიც მიდის ცვლილებები ხომ არ ვიფიქროთ უმაღლესი განათლების ნაწილში რომ უსაფრთხოების სამსახურის აკადემიასაც მივანიჭოთ უმაღლესი განათლების მიმწოდeblis სტატუსი რომელსაც როგორც პროფესიული განათლების ასევე შესაძლო სამაგისტრო საფეხურით შეგვიძლია რომ დავამატოთ და ხომ არ ვიფიქროთ ამავე ცვლილებების ნაწილში ამ კომპონენტის განხორციელებაზე. დიდი მადლობა. გთხოვთ ბატონ სანდრო. დიდი მადლობა პირველ რიგში იმ პოზიტიური შეფასებებისთვის, რომელიც მოვისმენთ და ამეთანხმებით ალბათ რომ კვალიფიციური კადრი და კარგად მომზადებული კადრი ნებისმიერი სახელმწიფო უწყებისთვის და განსაკუთრებით პოლიციისთვის არის სასოცხოდ მნიშვნელოვანი და სწორედ ამ მიზანს ემსახურება აღნიშნული ინიციატივა. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ეს იყო ბატონი მინისტრის ინიციატივა და ჩვენ ასე ვთქვათ ძალიან სწრაფ რეჟიმში ვიმუშავეთ ამ პროცესში, რომ თქვენთვის ეს ცვლილებათა პაკეტი წარმოგვედგინა და რაც საბოლოო ჯამში მივიღებთ შედეგს, რაც შეეხება ხედავთ იმას, რომ აღნიშნული პროექტის პრაქტიკაში განხორციელების შემდგომ სისტემას და ქვეყანას ეყოლება მაღალი კვალიფიკაციის ფიზიკურად მომზადებული, ტაქტიკურად მომზადებული პოლიციელების მთელი შემადგენლობა, რომელიც ათ იქნება, რომ ნებისმიერი დასახული ამოცანა პრაქტიკაში გადაჭრას და ქვეყნის უსაფრთხოებაზე და საზოგადოებრივ მაწესრიგზე ეფექტურად იზრუნოს. რაც შეეხება კითხვებს, ქალბატონი ეკას კითხვა იყო საბაკალავრო პროგრამის გარდა თუ იგეგმება სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები. მე პატარა ისტორია მინდა გითხრათ, შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიას წლების წინ ჰქონდა საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამაც, თუმცა თავის დროზე 2019 წელს გაუქმდა ეს მიმართულება. აქ გარკვეული სირთულესთან იყო დაკავშირებული ის, რომ პოლიციის აკადემია უშვებდა სამართალმცოდნეებს, ანუ იურიდიული კვალიფიკაციის მქონე პირებს, რაც რა თქმა უნდა კარგი იყო სისტემისთვის, მაგრამ გარკვეულ ხარვეზებსაც შეიცავდა, ვინაიდან არ იყო საპოლიციო ინტერესებზე მორგებული საბაკალავრო პროგრამა და იყო კლასიკური იურიდიული განათლების მიმცემი საბაკალავრო პროგრამა და იქვე იყო ასევე როგორც საბაკალავრო, ასევე სამაგისტრო პროგრამა, სადოქტორო არ ქონია, როგორც მახსოვს. ეხლა პირველ ეტაპზე ვინაიდან სრულიად ახალი, ასე ვთქვათ, კოდით, ახალი პროფესიის დანერგვა იწყება, ჩვენც დამატებით აგვჭირდა საზღვარგარეთის პრაქტიკის მოძიება, სხვა ქვეყნების გამოცდილების მოძიება, მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ვართ ევროპის პოლიციის კოლეჯთა ასოციაციის სრულუფლებიანი წევრი, ასევე ჩვენი წარმომადგენლები მუდმივად მონაწილეობენ მათ შეხვედრებში, გარკვეული პერიოდის განმავლობაში ჩვენი რექტორი იყო ვიცე-პრეზიდენტიც ამ კოლეჯის შესაბამისად. კი ბატონო. შესაბამისად, სრულ შესაბამისობაშია, როგორც ევროპულ სტანდარტებთან, არაერთი ქვეყანას აქვს გავსი პროგრამა, რაც შეეხება უშუალოდ საბაკალავრო პროგრამის, ასე ვთქვათ, კურიკულუმს და მთლიანად ამ
პროგრამის მოცულობას ეხლა მიმდინარეობს შეთანხმება განათლების სამინისტროსთან შესაბამის საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან, განისაზღვრება საგნები, მიმართულები, დისციპლინები, ის ასე ვთქვათ, სწავლების დონე რაც უნდა იქნეს მიღწეული სწავლის დასრულების შემდეგ. ჩვენ ასევე რა თქმა უნდა პარალელ რეჟიმში ვსწავლობთ ჩვენი კოლეგების სხვა ქვეყნების გამოცდილებას და ერთობლიობაში ეს მოგვცემს 3 წლიან საბაკალავრო პროგრამას, რომელიც სრულად უზრუნველყოფს იმ მიზნების და ამოცანების შესრულებას, რაც დაკავშირებულია საზოგადოებრივ უსაფრთხოების და საპოლიციო საქმესთან. ეხლა რაც შეეხება თქვენ შეკითხვას განსაკუთრებულ უნარებთან დაკავშირებით, მიღების წესი კანონში გაწერილია შემდეგი სახით, ანუ ზუსტად იგივე პროცედურას გაივლის აბიტურიენტი, სანამ გახდება სტუდენტი, რასაც გადის პოლიციელი სამსახურის დაწყებამდე. დაკავშირებულია ეს მისი ფიზიკური უნარების შემოწმებასთან, მის სპეციალურ შემოწმებასთან, რომ რაიმე კავშირები არ კონდეს, თქვათ, კრიმინალურ სამყაროსთან და ასე შემდეგ და ეს სპეცშემოწმება მოგეხსენებათ გათვალისწინებულია ჩვენი კანონმდებლობით, ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმებასთან და ასევე კანონში გათვალისწინებულია, რომ მას შეიძლება ჩააბაროს ეროვნული გამოცდები, თუმცა ამაზე რა თქმა უნდა განხილვის დროს შეგვიძლია ვიმჯეროთ, ამდენად უნდა იყოს დამატებით ეს კომპონენტი, ვინაიდან სრულად აფინანსებს სახელმწიფო მის სწავლას. თუმცა მაქსიმუმად მოხდება შემოწმება და იმ ფილტრს გაივლის, ესე ვთქვათ, აბიტურიენტი, რა ფილტრსაც გადის ნებისმიერი პოლიციელი სამსახურის დაწყებამდე. ასე რომ აქ ის რისკები, რაზეც თქვენ ბრძანებდით, ნაკლებად წარმოგიდგენია, ასევე გათვალისწინებულია ხელშეკრულების გაფორმება, რა თქმა უნდა, სწავლის ჩარიცხვამდე, იმიტომ რომ ჩარიცხვის შემდეგ ის ხდება პოლიციელი, ენიჭება პოლიცielis რიგითის წოდება და სრულად ცელდება, იმ რა თქმა უნდა, გამონაკლისების გათვალისწინებით, რა სტუდენტთან არის დაკავშირებული, პოლიცielis უფლებები და ვალდებულებები, ანუ იგივე ეთიკის მოთხოვნები, დისციპლინის წესები და ასე შემდეგ. შესაბამისად, აბიტურიენტთან გაფორმდება ხელშეკრულება და თავისი ვალდებულებებით, რაც გულისხმობს იმას, რომ უნდა გაიაროს კურსი, ისწავლოს და დასრულების შემდეგ ამ ეტაპზე ვფიქრობთ, რომ დაახლოებით 5 წლიანი ვალდებულება იყოს ჩადებული, ვინაიდან 3 წელი უნდა ისწავლოს სისტემაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში, რომელსაც საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემია დაერქმევა, უნდა ისწავლოს 3 წლის შემდგომ უკვე სახელმწიფო იღებს ვალდებულებას, რომ დაასაქმოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში, მაგრამ თქვენ როგორც ძანეთ, ვინაიდან არ არსებობდეს იმის მაქსიმალურად დავაზღვოთ ის რისკები, რომ როდესაც სახელმწიფო მომხდარა რესურსი ჩადო კონკრეტული ადამიანის აღზრდაში და მის უნარების გამომუშავებაში, ეს რესურსი რო არ დაიკარგოს, ბუნებრივია გარკვეული ვალდებულებები უნდა ჩაიდოს ამ შემთხვევაში, რომ თუ კი თქვათ იგი დატოვებს სისტემას, ამ შემთხვევაში უნდა ანაზღაუროს ის ხარჯები, რაც სახელმწიფომ გაწია. ძალიან ლოგიკურია ამ შემთხვევაში, ამას ჩვენ სხვა ბევრ პროგრამასთან მიმართებაში ვიყენებთ, იმიტომ რომ სახელმწიფო მაქსიმუმს დებს თავისი რესურსებით, რაც შეიძლება ერთი სტუდენტის აღზრდაში იქნეს ჩადებული. ამიტომ ასე ვფიქრობ და ჯერ კანონში თქვათ კონკრეტული ვადა არ არის მითითებული, თუმცა მინისტრის ბრძანებით განისაზღვრება კონკრეტული ვადა და რაც თავარია, ჩარიცხვისთანავე იქნება ცნობილი იმ ადამიანისთვის, ვისაც სურს, რომ ეს კურსი გაიაროს. ამ შემთხვევაში წინასწარ ეცოდინება მას რამდენი ხანი უნდა ისწავლოს, რამდენი ხანი უნდა იმუშაოს და რა ვალდებულებები აქვს სახელმწიფოს წინაშე. რაც შეეხება ბატონი ლადოს შეკითხვას კონტინგენტთან მიმართებაში და რა რაოდენობას ველოდებით, კონტინგენტი აქ იქნება ჩვეულებრივი აბიტურიენტები, ვინც ამთავრებს სკოლას, ასევე ნებისმიერი სხვა, ვისაც კანონით უფლება აქვს, რომ ეროვნულ გამოცდებზე გავიდეს და სახელმწიფო უმაღლესი განათლება მიიღოს. შესაბამისად, აქ გადარჩევა წავა ზუსტად იმავე სისტემით, რა სისტემითაც ხდება პოლიციელების გადარჩევა და შესაბამისად აქ გამოირიცხება რისკები. რაოდენობას რაც შეეხება ამ ეტაპზე, პირველ ეტაპზე ვფიქრობთ, რომ დაახლოებით 50 სტუდენტი ავიყვანოთ. ეს დაკავშირებული არის საცხოვრებლის უზრუნველყოფასთან, მოგეხსენებათ, რომ პირები, რომლებიც ჩაირიცხებიან ამ სასწავლო პროგრამაზე, მათ ძირითადი დროის გატარება მოუწევთ აკადემიის ტერიტორიაზე და მათი მთლიანი დღის რეჟიმი იქნება სრულად გაწერილი, დაკავშირებული იქნება როგორც ესე ვთქვათ, დილის მოსამზადებელ სამუშაოებთან, ვარჯიშთან, სწავლასთან, მეცადინეობასთან და ასე შემდეგ, საცეცხლე მომზადებასთან, ტაქტიკურ მომზადებასთან და ასე შემდეგ, ასე რომ ჩვენ აქ უნდა გავითვალისწინოთ ის რესურსები, რაც აქვს შინაგან საქმეთა სამინისტროს ამჟამად აკადემიას და რა თქმა უნდა ჩვენ ვფიქრობთ, რომ რაც მეტი ადგილის საშუალება იქნება ეს ჩვენივე სისტემისთვის არის სასოწყოთ მნიშვნელოვანი და ამ მართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯებს გეგმავთ. თუმცა რა თქმა უნდა გაიზრდება ყოველწლიურად მისაღები კონტინგენტის რაოდენობა.
გამოცდის რასახეობა იქნება და ამ შემთხვევაში როგორც გითხარით, თავიდან გაივლის სპეციალურ შემოწმებას, სამედიცინო შემოწმებას, ფიზიკურ ნორმატივებს ჩააბარებს და გასაუბრებას გაივლის და ამის შემდეგ კანონით გათვალისწინებულია წარმოქმნილი რედაქციით ასევე ეროვნული გამოცდების ჩაბარების კომპონენტიც, თუმცა ამაზე შეგვიძლია ვიმსჯელოთ. ხო, ასევე რა იქნება შევსების წყარო შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის? ეს არ იქნება ერთადერთი წყარო, ბუნებრივია. ანუ მხოლოდ ამ საბაკალავრო პროგრამით ვერ შევავსებთ ჩვენ შინაგან საქმეთა სამინისტროს რიგებს, იმიტომ რომ მოგეხსენება დღეს მდგომარეობით 43000 პირი მუშაობს სრულად სამინისტრო სისტემაში და საბაკალავრო პროგრამით ამის შევსება ფიზიკურად შეუძლებელი იქნება. რა თქმა უნდა, დარჩება ის ძველი სპეციალური პროგრამები. აქაც აკადემია გარკვეულ გადახედვას აკეთებს არსებული სასწავლო პროგრამების, შემოდის მენტორის სისტემა, შემოდის ასე ვთქვათ პრაქტიკული კომპონენტი სწავლებაში და უფრო ხანგრძლივი ვადით იქნება ვიდრე დღეს არის და შესაბამისად ეს წყაროც იარსებებს და რა თქმა უნდა დამატებით იქნება ახალი მექანიზმი, რაც არის უმაღლესი განათლება ახალი პოლიციელებისთვის. თუ ვთქვათ ამ საკითხს დავასრულებ, მოუსწრებლობის საკითხი რაც იყო, მაგაზეც მინდოდა მიპასუხა. რა თქმა უნდა, ხა თუ თავიდანვე შემოწმების შემდგომაც კიდევ გარკვეული ხარვეზები გამოიკვეთა და ვთქვათ არ სწავლობს და აქაც გარკვეული პასუხისმგებლობები იქნება ხა შეგულებაში გათვალისწინებული, იმიტომ რომ არ უნდა გავაჩინოთ ჩვენ სამართლებრივი მექანიზმი, რომელიც თქვათ თავის დაძროვის საშუალებას მისცემს ადამიანს ისეთ დროს, როდესაც თქვათ შეუძლია ბოლო გამოცდა არ ჩააბაროს პირობითად და ამდენი ნაშრომი წყალში ჩაიყაროს ან მობილობით გადავიდეს. ხო, აქაც გარკვეული ვალდებულებები ჩაიწერება, ამიტომ სახელმწიფო სრულად იღებს პასუხისმგებლობას. ანუ ფაქტიურად ოჯახს და ახალგაზრდას, რომელიც ამ აკადემიაში ჩაერიცხება, ხარჯი მინიმალური ექნება მისი სწავლის. ანუ ჩაცმა, დახურვა, კვება, საცხოვრებელი, სწავლა, სრულად უფასო არის მისთვის, ხო? ასე დროს, როცა სახელმწიფო ამხელა განათლებას აძლევს, საიდუმლოზე დაშვებას აძლევს, სახელმწიფო სპეციალურ წოდებას ანიჭებს, დასაქმების ვალდებულებას იღებს, მისრულ, ასე ვთქვათ, სწავლას აფინანსებს. ამის შემდგომ, რომ ვთქვათ, ვინმე იტყვის, რომ აღარ მინდა თქვენთან ერთად ყოფნა, მაშინ რაღაცა პასუხისმგებლობაც უნდა აიღოს მან, იმიტომ რომ სახელმწიფო ვერ გადაყრის ამ ხარჯს და თუ კი მას არ სურს, მაშინ სხვა ბევრი ისეთი ადამიანი იქნება, ვისაც სურვილი ექნება, რომ ისწავლოს და აქედან გამომდინარე, აქ გარკვეული, ასე ვთქვათ, საკითხები გასაწერი იქნება, როგორც კანონის დონეზე, ასევე სამართლებრივად მინისტრის ბრძანებებით და ხელშეკრულებით, რაც თავარია. ჩვენ მქონია შემთხვევები, მაგალითად, რა ვიცი, 100,000-ობით დაჯდა კონკრეტული პირის საზღვარგარეთ სწავლა და ჩვენმა პარტნიორებმა გაიღეს ეს ხარჯები, თუმცა მე მათ აღარ მოინდომეს იმ სამსახურში დაბრუნება, ვინც წარგზავნა და ბუნებრივია, მასთან სასამართლო დავა გვაქვს და სასამართლომ დააკისრა მას ამ ხარჯების ანაზღაურება, იმიტომ რომ არ შეიძლება ისე რომ სახელმწიფო სახსრებს ჩვენ ბოროტად მოვეკიდოთ. ბოდიში ბატონო ლადო, მე მგონი გიპასუხეთ ხო თუ რამე დამჭირ. ბატონ ლადო ბოჟაძის კითხვა იყო მოქმედი თანამშრომლები, ასევე გარედან პროფესიული პროგრამა თუ რჩება და ასე ვთქვათ, მოქმედი თანამშრომლებს თუ ექნებათ მონაწილეობის საშუალება. სრულად ექნებათ, რა თქმა უნდა, თუ გაივლიან იმ პროცედურას, რაც გათვალისწინებული იქნება ჩარიცხვისთვის და ასევე მნიშვნელოვანი ასევე მოქმედი თანამშრომლებისთვის და დამეთანხმებით, რომ ჩვენ შემთხვევაში რაღაც პერიოდამდე სრული ზოგადი განათლების მქონე ადამიანი, ვინც იწყებს პოლიციაში მუშაობა, შეუძლია მივიდეს რაღაც საფეხურამდე, თუმცა კონკრეტული საფეხური მაგალითად ვერ გახდება მენეჯერულ თანამდებობაზე ვერ დაიწევს, ვერ გახდება მაიორის წოდებას ვერ მიიღებს, თუ არ აქვს უმაღლესი განათლება. შესაბამისად, ეს მნიშვნელოვანი პრობლემა არის ჩვენი პოლიციელებისთვის. შესაბამისად, სახელმწიფო აჩენს მექანიზმს, თუ კი მოტივირებული ადამიანი, იმისაც რომ განვითარდეს, ისწავლოს და კონდეს კარიერული წინსვლის სურვილი და мотиваცია, ზუსტად ამისთვის არის ეს სისტემა შემუშავებული და ადამიანებს, ვინც საპოლიციო საქმიანობას მიუძღვნის საკუთარ ცხოვრებას, მათ ექნებათ სრული გარანტია იმისი, რომ იმსახურონ სისტემაში, მიიღონ განათლება და კონდეთ ის, ასე ვთქვათ, კარიერული ზრდის საშუალება, რაც მათი შემდგომი განვითარებისთვის არის აუცილებელი. პროფესიული პროგრამები, რა თქმა უნდა, რჩება და კიდევ ერთხელ ეს იქნება პარალელურ რეჟიმში, ანუ იქნება ცალკე საბაკალავრო პროგრამა და ცალკე იქნება ეს პროფესიული პროგრამები, რომელიც აქამდეც არსებობს. ცვლილებებს ვახორციელებთ, დიახ, სულ ახლახანს ჰქონდა აკადემიას პრეზენტაცია თავის ახალი
პროფესიული პროგრამების, რომელიც დროში მნიშვნელოვნად უფრო გახანგრძლივდება, შემოდის პრაქტიკული კომპონენტი, მენტორის კომპონენტი და ვფიქრობთ, რომ ეს კურსები მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ახალი პოლიციელების მათ, ასე ვთქვათ, პროფესიულ განვითარებას. გარბატონი ტატას კითხვები იყო და მინდა რომ რამდენიმე საკითხს გამოვეხმაურო. პირველ რიგში რექტორს ვინ ნიშნავს, თუ სწორად მოინიშნე, ეს კითხვა იყო თქვენი მხრიდან. ამ შემთხვევაში ეს არის სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება, ცალკე კანონი არსებობს და როგორც საპოლიციო, სამხედრო, თეატრალური და სპორტული უმაღლესი დაწესებულებები არის გამონაკლისში, უმაღლესი განათლების შესახებ კანონიდან და გარკვეული, ასე ვთქვათ, განსხვავებული რეგულაციები ეხება, აქაც ანალოგიურად იქნება და რა თქმა უნდა რექტორს დანიშნავს შინაგან საქმეთა მინისტრი, თუმცა რაც შეეხება ზედამხედველობის მექანიზმებს, სასწავლო კომპონენტში რჩება განათლების სამინისტროს ზედამხედველობის კომპონენტი, რაც შეეხება ეთიკის, დისციპლინისა და სხვა საკითხები, რაც საპოლიციო საქმეებიდან გამომდინარე მნიშვნელოვანია, აქ რა თქმა უნდა იარსებებს შესაბამისი კონტროლის მექანიზმები, რაც აქვს სამინისტროს, ანუ კიდევ ერთხელ მეორე ეს ხალხი იქნებიან სტატუსით პოლიციელები და შესაბამისად მათზე კანონშიც არის პირდაპირ პოლიციის შესახებ კანონში ჩანაწერი გაკეთებული, რომ მათზე ვრცელდება ის მოთხოვნები და ვალდებულებები, რაც ყველა პოლიციელზე, რა თქმა უნდა, იმ დათქმით, რომ ისინი არიან სტუდენტები და რაც გამონაკლისი შეიძლება იყოს ამ შემთხვევაში ანალოგიური გამონაკლისები მოქმედებს, თუმცა ხარისხის და განათლების კომპონენტში შემოდის განათლების სამინისტრო, ყოველდღიურ საქმიანობაში და მათ ეთიკის ნორმების და წესების დაცვაში შემოდის შინაგან საქმეთა სამინისტრო კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. შევა თუ არა დემოკრატიული საზოგადოება ძალის გამოყენება, მასების მართვის საკითხები, რა თქმა უნდა იქნება ასახული ეს საკითხები სასწავლო პროგრამაში და სრულად ყველა ის საპოლიციო საქმიანობა, რაც მნიშვნელოვანია შინაგან საქმეთა სამინისტროს და თქვენ კარგად მოგეხსენებათ რამდენი მიმართულებას მოიცავს და მათ შორის საიდუმლო საქმის წარმოებაც შემოდის აქ ოპერატიული მიმართულებით, ესეც იქნება ერთ-ერთი კომპონენტი და სანამდე სტუდენტები გაივლიან კონკრეტულ კურსს, მათ სპეციალურ დაშვებაც ექნებათ სახელმწიფო საიდუმლოებაზე იმისათვის, რომ მათ მიიღონ განათლება. ხა რაც შეეხება მასების მართვის ნაწილს და ძალის გადამეტებაზე აღნიშნეთ თქვენ ამაზეც მინდა რომ არ დავუპასუხოთ ეს საკითხი. რაც შეეხება მასების მართვის საკითხს, მოგეხსენებათ, რომ აქ ცალკე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის აქვს ცალკე სასწავლო მიმართულება და იქ ხდება ამ მიმართულებით წვრთნაც და სწავლებას და მათ შორის დანაყოფებისთვის კონკრეტული განათლების მიცემა, თუმცა რაც შეეხება ზოგადად ძალის გამოყენების საკითხებს, პოლიციის შესახებ კანონი არეგულირებს ამ საკითხებს და ეს შედის როგორც სპეციალურ საგანმანათლებლო პროგრამებში, ასევე შევა, რა თქმა უნდა, საბაკალავრო პროგრამაშიც და იქნება ეს საკითხი გამოყენებული. ასევე რაც შეეხება თქვენს პოლიტიკურ შეფასებას დაზარალებულ პირებთან დაკავშირებით, არაერთხელ გავაკეთეთ ჩვენ ეს განმარტება. პოლიცია იყენებს სპეციალურ ძალას და სპეციალურ საშუალებებს სწორედ მას შემდეგ, როდესაც უკვე ადგილი აქვს მასობრივ არეულობას, ადგილი აქვს თავდასხმებს, ადგილი აქვს სახელმწიფო ხელისუფლების გადატრიალების მცდელობას და სწორედ ასე დროს შესაბამისი გაფრთხილების საფუძველზე ხდებოდა და მოხდება კიდევაც და ეს არის პირდაპირ ვალდებულება სახელმწიფოს და საპოლიციო დანაყოფების, რომ არ დაუშვას მასობრივი ძალადობა, აღკვეთოს ნებისმიერი კანონის დარღვევის ფაქტები და მოახდინოს შესაბამისი რეაგირება. ქალბატონი ლიკას შეკითხვა იყო სწავლების მაღალ ხარისხზე როგორ ასე ვთქვათ უზრუნველყოფ და რა იქნება კომპონენტები ამ შემთხვევაში ჩვეულებრივად ყველა სახელმწიფო ყველა უმაღლეს დაწესებულებას აქვს თავისი სწავლების ასე ვთქვათ ხარისხის მონიტორინგის მიმართულება, აქაც რა თქმა უნდა იარსებებს გავსი მექანიზმები. ჩვენ 1 მარტამდე გვაქვს აღებული ამ კანონის ამოქმედების ვადა, შესაბამისად ცალკე უნდა შეიქმნას ფაკულტეტი, დეკანატი, პრორექტორი დაინიშნება ამ მიმართულებით, ხარისხის მიმართულება იქნება, ასევე რა თქმა უნდა იმისათვის რომ ავტორიზაცია გავეროთ უნდა იყვნენ პროფესორები, სრული პროფესორები დასაქმებული და ასე შემდეგ. აქ სრული ასე ვთქვათ თანხმედრა იქნება და შემიძლია გითხრათ რომ შეიძლება ბევრად რომ მაღალი ხარისხის სწავლაც იყოს, ასე ვთქვათ აკადემიაში, ვიდრე თქვათ სხვა დაწესებულებებში, ამის ასე ვთქვათ სრული გარანტია და პირობა შემიძლია მოგცეთ, იქიდან გამომდინარე რომ სამინისტროსვე ინტერესია, რომ კადრები, რომლებიც დაასრულებენ და ასე ვთქვათ მიიღებენ განათლებას აკადემიაში, სრულად იყვნენ მზად საპოლიციო საქმიანობაში ჩასართვლად და
ასე ვთქვათ, მათ კონდეთ სათანადო განათლება, ფიზიკური მომზადება, ტაქტიკური მომზადება იმისთვის, რომ შეასრულონ დასახული ამოცანები. რაც შეეხება ცნობიერების ამაღლებას, ამ მართულებითაც აქტიურად მუშაობთ, თუ ადევნებთ თვალს ჩვენი სამინისტროს ბოლო დღეების აქტივობას, დაიწყო სრულად ახალი პროგრამა ბატონი მინისტრის ინიციატივით, ეს არის პოლიციის პროფესიის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია, განათლების სამინისტროსთან ერთად აქტიურად მუშაობთ და თითოეულ დანაყოფში ხდება პოლიციის თითოეულ დანაყოფში ან დეპარტამენტში ახალგაზრდების ვიზიტები, სადაც იქ წარმოდგენილია მათი ყოველდღიური საქმიანობა და საკმაოდ მაღალია ინტერესი ამ პროგრამის მიმართ და პოლიცია პროფესია პოლიციელის შესახებ სრულ ინფორმაციას ვაწვდით, სულ რამდენიმე დღის წინ საექსპერტო კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში იყოფებოდნენ ახალგაზრდები და ისე დაემთხვა, რომ ის ჰქონდა სამუშაო თათბირი და შედგა ეს ძალიან, ასე ვთქვათ, საინტერესო პრეზენტაცია დეპარტამენტის საქმიანობის, ასევე იყოფებოდნენ სასაზღვრო პოლიციის დეპარტამენტში, 112-ში, აკადემიაში და ასე შემდეგ. ეს პროცესი გრძელდება. დაახლოებით 5000-ზე მეტი სტუდენტი გვინდა მოვიცვათ და ეს სკოლის მოსწავლე გვინდა მოვიცვათ და ეს პროცესი გაგრძელდება კიდე და ბევრი ცნობიერების ამაღლების კამპანია გვექნება მას შემდეგ რაც ამ კანონს მივიღებთ იმისათვის რომ ჩვენ მაქსიმალურად მოვიზიდოთ ის ახალგაზრდები ვინც დაინტერესებულია საპოლიციო საქმიანობით. კალბატონი მარიამ ლაშხის შეკითხვა ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით, აქაც ვიფიქროთ ეს ამ კანონ პროექტთან დაკავშირებით ორივე შემოთავაზებასთან დაკავშირებით, ჩვენ მზად ვართ რომ განვიხილოთ თქვენი შემოთავაზება, როგორც ეროვნული გამოცდებთან დაკავშირებით, ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უმაღლესი სამაგისტრო პროგრამის განხორციელებასთან მიმართებაში ჩვენ სრული მზაობა გვაქვს და თუკი ვთქვათ თქვენი თანხმობაც იქნება, შეგვიძლია რომ ერთობლივად გავაგრძელოთ ამ საკითხზე მუშაობა, გნებავთ ამ საკანონმდებლო ინიციატივის ფარგლებში, გნებავთ ცალკე როგორც ისე ვთქვათ უკეთესი იქნება ამ პროცესში. მე მგონი ორივე შემთხვევაში იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, რომ როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, ასევე პოლიციას ყავდეს მაღალი კვალიფიკაციის სათანადოდ მომზადებული პირები, რომლებიც შეასრულებენ ყველა იმ დასახულ ამოცანას, რაც ქვეყნის წინაშე არსებობს. დიდი მადლობა, მე მგონი არ გამოჩა არც ერთი შეკითხვა, რაც დიდი მადლობა. ერთი კითხვა ბატონი გიორგი ჩაკვეტაძის და დამაზუსტე კითხვა ქალბატონი გრეტას და დამაზუსტებელი ქალბატონი ეკა ბატონი ლადო, ქალბატონი თამარი, ბატონი ლადო. გისმენთ. მადლობა, მოგესალმებით, ბატონო სანდრო, საინტერესო ცვლილება არის, მადლობას გიხდით წარმოდგენისთვის. მე მაინტერესებს ერთი მთავარი საკითხი აქ რაც შეეხება ერთიანი ეროვნული გამოცდების საკითხს და ასევე რადგანაც არის ჩანაწერი ან რომელიც შეეხება შიდა გამოცდით მიღებას, მე პრინციპში ვერ ვხედავ პრობლემას ვერც ერთ და ვერც მეორე შემთხვევაში, მხოლოდ იმ დათქმით, როდესაც პოლიციის აკადემიაში ჩარიცხულ სტუდენტს, მაშინ როდესაც ვთქვათ, გავაკეთებთ ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე, არ უნდა შეეძლოს მობილობა ისე რომ არ მივიღოთ რომ ნებისმიერ სხვა სახელმწიფო თუ კერძო უნივერსიტეტში, როდესაც მოხდება ამ შემთხვევაში სტუდენტის მობილობა, მას ფაქტობრივად ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე შეეძლება საბაკალავრო პროგრამის დასრულება, რაც ვფიქრობ, რომ არ იქნება სწორი, თუმცა რადგანაც სპეციალიზებული სასწავლებელი არის და რა თქმა უნდა აუცილებელი არის, რომ კონდეს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი, კარგი იქნება, რომ შესაბამისი შიდა გამოცდებით ხდებოდეს სტუდენტების მიღება, რაც ისედაც არის გათვალისწინებული და თუ კი დისკრეციის დონეზე დავტოვებთ ერთიანი ეროვნული გამოცდების საკითხს, ამ შემთხვევაში ამ სასწავლებელში პოლიციის აკადემიაში ჩარიცხულ სტუდენტს არ უნდა შეეძლოს მობილობა სხვა სასწავლებელში, რაც ვფიქრობ, რომ იქნება ლოგიკური. კითხვა მაქვს ორი, ერთი შეეხება იმას, რაც გულისხმობს 2026 წლის 1 აგვისტომდე გიწერიათ პოლიციის შესახებ კანონის პროექტში ვადა შესაბამისი კანონქვემდებარე აქტების მიღებისთვის და რამდენად ვფიქრობთ, რომ ეს დროული იქნება, ხომ არ არის საჭირო, რომ უფრო ვთქვათ გაზაფხულის პერიოდზე იყოს ეს ჩანაწერი, რადგანაც შემდეგ მთელი პროცედურები არის, როგორც თქვენ აღნიშნეთ, ავტორიზაციასთან და აკრედიტაციასთან დაკავშირებით და ამ შემთხვევაში, როდესაც ეს ძალიან მნიშვნელოვანი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა დაიგეგმება, რამდენი წლიანი უნდა იყოს სწავლა, როგორი არის თქვენი შეხედულება, არ გეტყვით და არ დავსვამ კითხვას კრედიტების რაოდენობასთან დაკავშირებით, აი დაახლოებით რამდენი წლიანი უნდა იყოს აღნიშნული ბაკალავრიატი, ეს რომ დაგვიზუსტოთ, კარგი იქნება. მადლობა და წარმატებები.
მოგესალმებით, ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი არის და წარმატებებს გისურვებთ. მე მაინტერესებს საიდუმლოებასთან დაშვებასთან დაკავშირებით ბრძანეთ თქვენ და ეს იქნება სწავლების პროცესიდან გამოწვეული საჭიროება თუ ზოგადად ვფიქრობ რომ ესე თავისუფალი დაშვება არ ექნებათ ნამდვილად, ხო? და კიდე მაინტერესებს რომ ტექნიკურად და აკადემიური თვალსაზრისით რამდენად მზად არის და მიდის თუ არა უკვე ამ მიმართულებით მუშაობა. აქვე კანონპროექტში არის ჩამოთვლილი რას უზრუნველყოფს ზოგადად სახელმწიფო, ეს არის ფორმა, ყველაფერი დეტალი. თუ ექნება შესაძლებლობა შეიძლება ფორმა ცოტა ნადრევი კითხვა არის, მაგრამ მაინც ბუნებრივად გამოწვეული კანონპროექტი და დავშვდა მე გამიფუჭდა ეს ფორმა და რაღაცა შეძენის შესაძლებლობა თუ ექნება, იმიტომ რომ აქ ლიმიტირებულად წერია რომ ორი რაღაც უნიფორმა, რაღაც მთელი მიმართულება და თუ ექნება სტუდენტს თვითონ რომ შეიძინოს თავის სურვილისამებრ. მადლობა და კიდევ ერთხელ წარმატებებს გისურვებთ. ქალბატონო ეკა. აქ წამოიჭრა საკითხი მისაღებ გამოცდებთან დაკავშირებით და მე მაქვს ესეთი კითხვა ამასთან დაკავშირებით თავდაცვის სფეროში სწავლებასთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს უკვე ასეთი გამოცდილება წინამოწვევის დროს მივიღეთ, როდესაც აქ ჩარიცხული სტუდენტი ვერ სარგებლობდა მობილობით, იმისათვის რომ დაზღვეულიყო აქ ჩაბარებული ადამიანის ადგილზევე დაკავება, ანუ ადამიანი, რომელიც აბარებს საპოლიციო მიმართულებით, უნდა კარგად აცნობიერებდეს, რას აკეთებს, როგორ აკეთებს და შემდგომში რომ არ გადათქვას. მაგრამ აქ არის მეორე თემა, ბატონი ლადო შეეხოს ამ საკითხს. ერთია რომ ადამიანს აქვს სურვილი რომ ჩააბაროს და იყოს ამ სისტემის ნაწილი, ემსახუროს სამშობლოს და ასე შემდეგ, მაგრამ მეორეა რომ არ სწავლობს, არამედ უბრალოდ ვერ სწავლობს. ესეთ საკითხი შეიძლება იყოს. აი ამ მიმართულებით თუ იგეგმება რაღაცა, ვთქვათ, ისეთი შეთავაზებები, რომ ადამიანი ვერ ამთავრებს საბაკალავრო პროგრამას, მაგრამ რაღაცა პროფესიული დონეზე მაინც შეუძლია რაღაცა სპეციალობით, რაღაცა თანამდებობაზე სისტემაში მაინც ადგილი მოენახოს ასეთ ადამიანს, იმიტომ რომ ყველას ახლა ერთნაირი გონებრივი შესაძლებლობები, რა თქმა უნდა, არ გააჩნია. რაც შეეხება მისაღებ გამოცდებთან დაკავშირებით, ჩემი მიდგომა ამასთან დაკავშირებით ესეთია, რომ მე ვფიქრობ, რომ ადამიანი, უბრალოდ საშუალო სკოლა დამთავრებული ახალგაზრდა უნდა აბარებდეს მისაღებ გამოცდებს აუცილებლად, თუმცა თქვენთვის, ანუ ამ პოლიციის აკადემიისათვის უნდა იყოს დაწესებული განსხვავებული ზღვრები და ეს მე ვფიქრობ, კარგი იქნება იმისათვის, რომ თქვენ თავიდან აირიდოთ შიდა გამოცდების ჩატარების აუცილებლობა, ერთიანი მისაღები გამოცდები უკვე კარგად აპრობირებული სისტემაა, ტესტებით შემუშავებულია და მომავალშიც კიდევ უფრო დაიხვეწება სასკოლო პროგრამებთან მიმართებაში. თქვენ ასე ვთქვათ, უბრალოდ შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს სისტემა, რომელიც უკვე არსებობს სახელმწიფოში და უბრალოდ დააწესოთ თქვენი კრიტერიუმები, რომელ საგანს რა წონას მიანიჭებთ, რა უფრო მნიშვნელოვანია თქვენთვის, რა საგნებს ანიჭებთ უპირატესობას, უბრალოდ ახალგაზრდას ეცოდინება, რომ აბარებს მისაღებ გამოცდებს, თუმცა თქვენთან ჩაბარების შემთხვევაში ეს არ ნიშნავს იმას, რომ მას სხვა უმაღლეს სასწავლებლებში მობილობის პროგრამით სარგებლობის უფლება შეიძლება. ანუ შეიძლება მეორე, მესამე კურსიდან ან პირველი კურსიდან სხვა უმაღლეს სასწავლებლში გადავიდეს. ანუ მე გთავაზობთ ესეთ მიდგომას, რომ გამოყენებული იყოს ერთიანი მისაღები გამოცდების ეს სისტემა უკვე შექმნილი, თუმცა თქვენს მიერ განსაზღვრული სპეციფიკაციები, თქვენს მიერ განსაზღვრული იმ მინიმალური ზღვარით, რაც უნდა გადალახოს სტუდენტმა, იმიტომ რომ როგორც თქვენს მიერ წარმოდგენილი ინფორმაციიდან ჩანს, ეს არის საკმაოდ სერიოზული პროგრამა, ემყარება საერთაშორისო გამოცდილებას და აღებულია ევროპული პროგრამები, ასე ვთქვათ, საბაზისოდ და მათთან, ასე ვთქვათ, შესაბამისობაში თვალსაზრისით და რა თქმა უნდა, ვფიქრობ, რომ თქვენთვის ასევე მნიშვნელოვანია, რომ ამ პროგრამაზე ჩაბარებული ადამიანი, რომელიც ჩააბარებს ამ პროგრამაში, იყოს მაღალი მოსწრების, ქონდეს რაღაცა ბაზისი, რომ ადვილად შეძლოს შემდგომში თქვენს მიერ შეთავაზებული პროგრამის დაძლევა, რომ აი რასაც მე წეღავს საუბრობდი, რომ განა არ სწავლობს, უბრალოდ ვერ სწავლობს, აი ესეთი მომენტები, რომ მინიმუმამდე იყოს დაყვანილი. დიდი მადლობა, ბატონ ლადო, ქალბატონი თამა. ძალიან საინტერესო აი კომიტეტის რეჟიმში და ამას უსმენს ჩვენი მოსახლე, იმათაც დაებადებათ ალბათ შეკითხვები და ჩვენი მეოხებით ამას
გავაშალაშინებთ ყველაფერს და სრულფასოვან დოკუმენტს მივიღებთ. ეხლა მე რა მინდა გითხრათ. ჩვენ ველოდებით ამ პროგრამის ამოქმედების შემდეგ 3 წლის მერე თუ ვადა როგორ დაითმება თვისობრივად და ხარისხობრივად ახალი კონტინგენტის მიღებას. ნოვაციებზე დაყრდნობას, თანამედროვე გამოცდილების და სრულად ადაპტირებულს დღეს ცივილიზაციური გამოწვევების მიმართ. ამას როგორ დახვდება სისტემა? ესენი მოდიან ახლები, ხა მე მედიცინაში ხშირად ყოფილა რომ ახალები რომლებიც მოდიოდნენ ჩემი ახალგაზრდობის წლების მახსენდება და დღეს ახალგაზრდები განსაკუთრებულად ამას როგორ დახვდება სისტემა. ხوار იქნება უპრიანი რომ ამ პროგრამის ამოქმედებისთანავე როგორც კი უმაღლესი დაიწყებს მოღვაწეობას და უკვე გათვლილი იქნება მესამე წელს თუ მეოთხე წელს როცა იქნება მისაღები კონტინგენტი, ჯერ 50 მერე 100 იქნება ალბათ და ღმერთმა კიდევ ერთხელ ვამბობ, როცა დისციპლინარული ნაწილი საზოგადოების ჩამოყალიბების პროცესია, ეს საუდის იქნება საჭირო. ხوار იქნება უპრიანი რომ იმ პროგრამების შესაბამისად სისტემაში დაიწყოს გადამზადება უკვე არსებული კადრების. ყოველწლიური იქნება 6 თვიანი იქნება რომ ჩვენ როგორ კონტინგენტსაც ვღებულობთ იმასაც ასეთი ახალი მოთხოვნების შესაბამისად სისტემას მზად დავთოს. იმიტომ რომ ახლის ძველში შეუცვლელად იმპლანტირება პირდაპირ შეიძლება დონორისა და რეციპიენტის მაგალითი იყოს, როცა გადანერგავ ახალ ორგანოს და არ ხდება ორგანო სრულად ადაპტირებული ამის მიღებას. ეს არის პირველი. მეორე აქ ჩვენ კიდევ ერთხელ ვამბობ ქალისა და კაცის ურთიერთობის პარიტეტებს თანასწორობას მიუხედავად იმისა რომ ქალი სულ დიდ პატივისცემას უნდა იმსახურებდეს ყველა შემთხვევაში დედა მომავალი და მე ამზდელი და სხვა სამყაროს წარმომადგენელია კაცზე მაღლა მდგომი ხასუსა არ მომერიდება ამისი ამ სისტემაში გოგოებისათვის როგორ იქნება ადაპტაციის პერიოდი ისინი საერთო მომზადებაში იქნებიან ჩართულები თუ იქნება რამე საადაპტაციო საფეხური ან რაღაცა ფორმატი შემუშავებული დიდი მადლობა ქალბატონი ტატა ბატონი ლადო და შემდგომ ბატონი იმედა და ნეანალა დავასრულოთ ბატონ სანდრო კომენტარის სახით უნდა ითქვას და მე აუცილებლად ვიტყვი ამას და კომენტარის სახით ვიტყვი რომ იყო მშვიდობიანი აქცია სადაც ადამიანები გამოვიდნენ და აპროტესტებდნენ თქვენი მთავრობის შეცვლილ კურსს ქვეყანასთან დაკავშირებით და ეს ძალიან მნიშვნელოვანია ეს იყო მშვიდობიანი აქცია ისინი აპროტესტებდნენ მშვიდობიანად და თქვენმა თანამშრომლებმა ჩემდა სამწუხაროდ იძალადეს ამ ადამიანებზე 500-მდე ადამიანი არის დაზარალებული ამ პროცესში რომელზეც თქვენს უწყებას არ დაუწყია არანაირი მოკვლევა არც გამოძიება არა მე ესეთ პოლიტიკების დრო არის ხვალ სამშაბათს და შეგიძლიათ განაცხადოთ რამდენიც გინდათ დიახ და ამის შედეგად თქვენ არ დაგიწყიათ გამოძიება მაშინ როდესაც ვხედავთ ყოველდღიურად პირბადეებს ტროტუარებზე დგომისთვის როგორ აკავებ ადამიანს მიმართებაში და ამისთვის თქვენ ბრძანდებით სანქცირებული და ეს გახსოვდეთ ყოველთვის პოლიტიკური განცხადებები რა შუაშია ხვალ გააკეთეთ რამდენი განცხადებაც გინდა დიდი ბოდიში რეგლამენტი თუ არის სხვანაირად მიყევით ხო საგეთ პოლიტიკურ განცხადებას რო არ გეტყობათ რა შუაშია 150 პოლიციოზეც ისაუბრეთ რომელიც დაზარალდა და დაშავებულები არიან და მხედველობა რო დავიცვათ რეგლამენტი ისაუბრეთ და ჩემდა ხოთ დავიცვათ რეგლამენტი ქალბატონო თამარ ჩემდა სამწუხაროდ არაფერი აღარ დარჩა იმ ქალბატონო თამარ ხოთ დავიცვათ რეგლამენტი და კანონ პროექტთან განხილვის ახლაც ვერ გაგვირკვევია კანონ პროექტთან დაკავშირებით ვისაუბროთ ახლაც ვერ გაგვირკვევია ქალბატონო თამარ გამოძიება აწარმოეთ კარგი მადლობთ ბატონ ლადო დამაზუსტებელი მადლობა ბატონ სანდრომ უკვე ახსენა სპორტის უნივერსიტეტის და სახელოვნებო უნივერსიტეტების მაგალითი სადაც შიდატური ტარდება და მე დარწმუნებული ვარ იმ პრინციპიდან გამომდინარე რაც გულისხმობს პოლიციელის ფიზიკურ მომზადებას და შიდატურის ჩაჭიროება ალბათ აქ იქნება
რაც შეეხება თუ თანაბარი ქულიერ მიიღეს ეროვნულ გამოცდებზე, მე უკვე შიდა ტური არის ხოლმე როგორც წესი გადამწყვეტი, აქაც მობილობის ჩატყეტო ალბათ მოგვიწევს ქალბატონო ეკა, იმიტომ რომ ბატონი სანდრო საუბრობდა, რომ აბიტურიენტმა უნდა მოაწეროს ხელშეკრულებას ხელი, რომ 3 წელი ისწავლის ერთი და მეორე 5 წელი იქნება დასაქმებული. ის საკითხი, რომელიც აქ წამოიჭრა, საგნების ვერდაძლებასთან დაკავშირებით ქალბატონ მარიამ, ეს არ ეხება მხოლოდ მომავალ აკადემიას, თქვენ იცით, რომ მომავალი წლიდან უფასო ხდება სწავლება და ამიტომ კრედიტების ნაწილში ასევე სამინისტროსთან ეს საკითხი უნდა მოვინიშნოთ. ყველა სხვა უნივერსიტეტში როგორ ექნება საშუალება კრედიტის დამატების, აღების, გადავადების და აქ ფასიანი იქნება თუ უფასო იქნება, როგორ თლიანად სწავლა ეს საკითხიც რომ კონდეს მონიშნული და ერთი დაზუსტება რა თქვენ ბრძანეთ, მოქმედ თანამშრომლებს ხომ იგივე პრინციპით მოუწევს სწავლა, ანუ ძირითადად 24 საათი ფაქტობრივად იქნებიან ადგილზე. შეუნარჩუნდება თუ არა, ასე ვთქვათ, სწავლის დროს თანამდებობა, ან ხელფასის ნაწილი, ეს საკითხიც რომ კონდეთ მონიშნული, შეიძლება ახლა არ კონდეთ პასუხი ამაზე, მაგრამ რა თქმა უნდა თუ ეცოდინება რომ 3 წელი თანამდებობა ვერ შეუნარჩუნდება, ან ხელფასი არ ექნება, შეიძლება მოქმედ თანამშრომელს არ გაუჩნდეს სურვილი, ისევე როგორც ახალგაზრდას 3 წელი ისწავლოს და მერე დაბრუნდეს. ეს საკითხი რომ უბრალოდ მონიშნული კონდეს სამსჯელოთ. მადლობა. დიდი მადლობა ბატონო იმედა. მოგესალმებით კოლეგებო. დიდი მადლობა მინდა ბატონ ალექსანდრეს გადაუხადო ასეთი კარგი ინიციატივისთვის და წარმატებები მინდა უსურვო. ერთი მოსაზრება მინდა მხარი დაუჭირო ქალბატონ ეკამ რაც თქვა რომ ერთიან ეროვნულ გამოცდებში იყოს ჩართული ეს უმაღლესი სასწავლებელი და ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი ტექნიკურ უნივერსიტეტებს აქვს ასეთი უკაცრავად გამოცდილება. ხატვისა და ხაზვის კომისია აქვს შექმნილი, სადაც სანამ ერთიან ეროვნულ გამოცდებში მიიღებს ბავშვი მონაწილეობას, მანამდე ამ პროფილით ხდება ეგრეთ წოდებული პორტფელიოების წარდგენა. შესაბამისად, ჩვენ თუ ამ გამოცდილებას გავიზიარებთ, ვფიქრობ, რომ კარგი პრეცედენტი იქნება და შესაბამისად მივიღებთ იმ პროდუქტს, რა პროდუქტზეც სახელმწიფოს აქვს გათვლა. ეს ერთი. მეორე კითხვა მინდა პატივცემულოდ დავსვა, რომ აი მაგალითად მე ვფიქრობ, რომ უპრეცედენტო ზრუნვის მაგალითი არის სტუდენტზე, რაც ამ პროექტში კითხულობდა განმარტებით ბარათებიდან ირკვევა. და ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი მინდა ვთქვა, აი მაგალითად ბავშვი, რომელსაც თითქმის 3 წლის მანძილზე საბაგალავრო პროგრამის ფარგლებში გაუწიეთ უდიდესი არ ვიცი, ინტელექტუალური საკუთრების შეძენა და ასე შემდეგ, ყველანაირად უზრუნველყავით. ბოლოს დავასაქმეთ კიდევაც შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა ორგანოებში და უბრალოდ სამაგისტრო პროგრამაში რომ მიიღოს გადაწყვეტილება ბავშვმა, რომ გააგრძელოს მაგალითად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტის. ექნება თუ არა ამის შესაძლებლობა? და ნელ-ნელა შევაჯამოთ, ბატონო სანდრო უპასუხეთ და შემდგომ უკვე დასკვნით სიტყვას. დიდი მადლობა დაზუსტებებისთვის. მოვინიშნე და ყველას გავყვები და დაბობრიოთ გიპასუხებ. პირველი ბატონ გიორგის კითხვა იყო, დავტოვოთ თუ არა ეროვნული და დისკრეცია იყოს ეს. ამაზე ვიფიქროთ იმჟელოთ, არის ჩვენ პროექტში წერია რომ სრული პროცესი რო ახსნათ, აი როგორ იქნება და ბევრ კითხვას მე მგონი ისიც გასცემს პასუხს. როდესაც გამოცხადდება მიღება შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიაში საბაკალავრო პროგრამაზე, ეს უფრო ადრე გამოცხადდება, ვიდრე თქვათ ჩვეულებრივი ეროვნული გამოცდების თვის ხდება მიღება, ვინაიდან ჩვენ წინარე სამუშაოები გვაქვს გასატარებელი, ეს წინარე სამუშაოები გულისხმობს იმას, რომ უნდა მოხდეს ჯერ განაცხადების გადარჩევა, შემდგომ პოლიციის მისაღებად გათვალისწინებულია IQ ტესტირება, რომელიც გამოიყენება დღესაც მისაღები პოლიციელებისთვის და აქაც რა თქმა უნდა დარწმუნებული ვარ გამოიყენებთ ამ მექანიზმს. ამის შემდგომ გათვალისწინებულია სამედიცინო შემოწმება, ვინაიდან მოგეხსენებათ, რომ პოლიციის სამსახური მოითხოვს, რომ თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობით შეეძლოს თქვას გაწიოს ის სამუშაო, რაც დატვირთვასთან არის დაკავშირებული, გარდა ამისა ფიზიკური ნორმატივების ჩაბარება, სპეციალური შემოწმება. აი ამ ყველა პროცედურას რო გაივლის, ამის შემდეგ ექნება პირისუფლება ჩვენი წარმოდგენილი რედაქციისთან ახლოს, რომ გაიაროს ეროვნული გამოცდები და თუ ეროვნულ გამოცდებშიც და
დაძლევს ასე ვთქვათ იმ კომპეტენციის ზღვარსაც გათვალისწინებული იქნება შესაბამისი შესარჩევი კონკურსის საფუძველზე მოხდება მისი ჩარიცხვა. აქ დავტოვებთ თუ არა ეროვნული გამოცდების კომპონენტს ამაზე ვიმსჯელოთ და შეიძლება იყოს რომ დისკრეციის სახით დარჩეს და ვთქვათ იყოს იმის მსჯელობის საგანი საჭიროა თუ არა დამატებით ეს საშუალება გამოყენებული იყოს იმისათვის იმის პრევენციისთვის რაც თქვენ ძალიან ხაბატონო ეკა რომ არ დაგვიდგეს ის საჭიროება რომ ვთქვათ კომპეტენციის ვერ დაძლევის გამო გასარიცხი გახდეს სტუდენტი. ანუ აქ ჩვენი წარმოდგენილი რედაქციაში სავალდებულო კომპონენტად წერია ეროვნული გამოცდები, თუმცა შეგვიძლია ვიმსჯელოთ რომ იყოს დისკრეცია. ასევე 26 წლის 1 აგვისტო ქონდა მონიშნული, ეს არის ბატონ გიორგის სახელი შეცვლიდან გამომდინარე ძალიან ბევრ როგორც შიდა აქტებში, ასევე სამთავრობო დადგენილებებში იწვევს ცვლილებას და ეს ვადა ქონდა აღებული პირობითად იმისთვის, რომ თანხმედრაში მიგვეყვანა, თუმცა შეიძლება ამაზეც ფიქრი რომ გადავხედოთ ამ ვადებს, მოგესალმებათ რომ მესამე მოსმენამდე შეიძლება მისი დაკორექტირება, თუმცა 1 მარტი გვაქვს ჩვენ დრო, როდესაც სავალდებულო ღონისძიებებს განვახორციელებთ და შემდგომ უკვე განხორციელდება შესაბამისი კანონქვემდებარე აქტების ცვლილება. რაც შეეხება რამდენი წელი გაგრძელდება სწავლა, აქ გვაქვს მონიშნული ჩვენ რომ ეს იქნება 3 წლიანი საბაკალავრო პროგრამა, რომლის დასრულების შემდეგაც მიიღებს სტუდენტი სტატუსს უმაღლეს განათლების ბაკალავრის უმაღლეს განათლების დამადასტურებელი დოკუმენტს და ის იქნება საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და საპოლიციო საქმის სპეციალისტი. სამართალმცოდნეობაში ესა იურიდიულ ფაკულტეტზე დასრულების შემთხვევაში არის სამართალმცოდნის სპეციალობა, აქ იქნება საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და საპოლიციო საქმის სპეციალისტი. 3 წლიანი ესე ვთქვათ კურსის დასრულების შემდეგ. გაბატონი გრეტას კითხვა იყო საიდუმლოზე დაშვება რა შემთხვევაში შემოდის. ვინაიდან პოლიციელის ყოველდღიური კი არა და უბრალოდ დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის და გამოვლენის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სამუშაო არის ოპერატიულ სამძებრო საქმიანობა და ოპერატიულ სამძებრო საქმიანობა მკაცრად გასაიდუმლოებულია ჩვენი კანონმდებლობით. შესაბამისად, მანამ სანამ ამ საგანს გაივლის სტუდენტი, მას უნდა ქონდეს დაშვება სახელმწიფო საიდუმლოებაზე, ორი რამის გამო ერთი რომ დეტალურად შეისწავლოს ეს სფერო და მეორე მხრივ არ გაამჟღავნოს ის საიდუმლოება, რაც მისთვის გახდა განდობილი. აქედან გამომდინარე, როდესაც ამ საგანს გაივლიან ოპერატიული მუშაობის, ოპერატიულ სამძებრო საქმიანობასთან დაკავშირებულ ნორმებს და იმ შიდა სამართლებრივ აქტებს, რომლებიც საიდუმლო წესით არის დამტკიცებული, ამისთვის მათ დაჭირდებათ დაშვება საიდუმლოებაზე. ტექნიკურად რამდენად მზად ხართო ამ ყველაფრისთვის პრინციპში არსებული რესურსები იძლევა იმის საშუალებას, რომ ჩვენ სრულად დავფაროთ ეს საჭიროება, თუმცა რა თქმა უნდა, მოლოდინები და სურვილები ძალიან დიდია იმისათვის, რომ მაქსიმალურად მეტი რაოდენობის კურსდამთავრებული გამოუშვას ამ უმაღლესმა ამ პროგრამამ, ვინაიდან ეს პოლიციისთვის ყოველთვის საჭიროება დგას და აუცილებელია. შესაბამისად, ეტაპობრივად იგეგმება გააზრდა როგორც მატერიალურ-ტექნიკური ბაზის, ასევე მისაღები კონტინგენტის. რაც შეეხება ფორმის საკითხს, ფორმის ტარება აქაც მნიშვნელოვანი საკითხი არის. მოგეხსენებათ, რომ არის ყოველდღიური სასწავლო ფორმა იქნება და იქნება ასევე სააღლუმე ფორმა, რომელიც განსხვავებულია და ასე შემდეგ. პოლიციელისთვის მუნდირი და ფორმა არის ერთ-ერთი მთავარი ატრიბუტი და მნიშვნელოვანი ატრიბუტი იმისი, რომ და მუნდირის პატივისცემა ძალიან მნიშვნელოვანი. შესაბამისად, როცა აკადემიიდანვე იწყება პატივისცემა და შესაბამისი დამოკიდებულება ფორმის მიმართ, ეს არის ეს მთელი ცხოვრების მანძილზე გაყვება იმ ადამიანს, ვინც შინაგან საფუძვლის სამეცნიერო სისტემაში იმსახურებს. ამიტომ ჩვენ გვექნება შესაბამისი ნორმები გაწერილი, რა ვადაში ერთხელ ხდება ჩანაცვლება არსებული ფორმის, რა თქმა უნდა, თუ კი დაზიან და ბუნებრივია და ეს მისგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო იყო სახელმწიფო შეუცვლის, იგივე სისტემა იქნება, რაც ჩვეულებრივი პოლიციელების მიმართ ფორმასთან დაკავშირებით. ქალბატონი ეკას შეკითხვა შეეხებოდა მობილობის სარგებლობის შეზღუდვას. ვიფიქროთ ამ საკითხზეც, საინტერესო ინიციატივა, მართალი გითხრათ, შეიძლება ამაზე ფიქრი, იმიტომ რომ რეალურად ჩვენ სახელმწიფო უწყებებმა ერთმანეთს არ უნდა წავართვათ კადრები, ბუნებრივია და თუ კი პიროვნება ჩაირიცხა, ის ყველა შემოწმების პროცედურა გაიარა, ხელშეკრულება გაფორმდა და ამის შემდეგ მობილობის საშუალებას დავტოვებთ, ეს
ჩვენთვის წარმოიდგინეთ რამდენი თითქმის 1 წელს მინიმუმ კარგავ ასეთი ადამიანის გაშვებით, იმიტომ რომ შემდგომი წლამდე ვეღარ შეავსებ ამ კონტინგენტს, ხო? ანუ ის ერთი სტუდენტიც კი დაკარგული ჩვენთვის რამხელა რესურსის კარგვას ნიშნავს. აქედან გამომდინარე მაქსიმალურად კარგი ვერსია და ვიფიქრებთ ამ საკითხზე, ავსახოთ თუ რა ცალკე კანონში. თუ ვერ სწავლობს რა შვებით ამ შემთხვევაში, ანუ მაქსიმალურად ისე უნდა შევარჩიოთ კონტინგენტი, რომ მივიღოთ ყველაზე მაღალი შესაძლებლობის მქონე სტუდენტები, რომლებიც უნდა დაძლიონ ეს საბაკალავრო პროგრამა. გარდა ამისა, მთლიანად სწავლის პერიოდში იმდენად იქნება ორიენტირებული სტუდენტის სწავლაზე და მის ხარდაჭერაზე, რომ აი ძალიან ასე ვთქვათ ნაკლებად წარმომიდგენია, რომ ვერ დაძლიოს ადამიანმა, როდესაც 24 საათიან ფაქტიურად ყოველ სამუშაო დღეს ადგილზე ყავს თავისი ხელმძღვანელი, რომელიც ეხმარება, მუდმივად უხსნის, ასწავლის და აი კიდე რომ ვერ დაძლიოს ეს პროგრამა, ცოტა რთულად წარმომიდგენია ეგეთი მით უმეტეს იმ კაცრი შერჩევის კრიტერიუმებით, როცა შეარჩევ, რომელიც ჩვენ გვაქვს გაწერილი. თუ რა თქმა უნდა შესაძლოა ექნება რომ გააგრძელოს არა ასე ვთქვათ თუ არ ექნება უმაღლესი განათლება, დღესაც ყავს პოლიციელები, რომელსაც აქვს საბაზისო განათლება და მუშაობენ სისტემაში და კი, რა თქმა უნდა, ანუ ეს აი დაახლოებით ჩვენი წარმოდგენა ამ შემთხვევაში არის ის, რომ ვინც ამ კურსს დაასრულებს და პოლიციის სისტემაში მუშაობს, რეალურად ესენი სამომავლოდ იქნებიან მენეჯერული გოლის პირები, რომლებიც რეალურად გადაიბარებენ გარკვეულ, ასე ვთქვათ, ხელმძღვანელ პოზიციებს გარკვეული წლების შემდეგ, ვინაიდან მათ იმხელა გამოცდილება, იმხელა სწავლა იქნებათ გავლილი. ამავე დროს ცოტა გავასწრებ მოვლენას და ბატონი ლადოს კითხვასაც უპასუხებ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ სწავლების პროცესში ჩავსვათ პრაქტიკული კომპონენტი ძალიან, ასე ვთქვათ, მსუყეთ და მათ სწავლის პერიოდშივე მოუწიოთ შეხება იმ საპოლიციო საქმიანობასთან, ანუ არ იყოს განცალკევებული ერთმანეთისგან აკადემია და საპოლიციო საქმიანობა, მათ პარალელურ რეჟიმში მოუწევთ, ასე ვთქვათ, პრაქტიკების გავლა თითოეულ დანაყოფში და შეიძლება ეკიპაჟში იყოს, შეიძლება ჯგუფებში ჩაერთონ, ასევე მოგეხსენებათ, რომ ტურისტულ სეზონებზე ხდება მივლენა დამატებით პოლიციელების სხვადასხვა ტურისტულად დატვირთულ რეგიონებში იქ მოხდეს მათი მივლენა, იმიტომ რომ ჩვენ ამ შემთხვევაში, როდესაც პოლიციელის სტატუსს ანიჭებს სახელმწიფოს ბევრ რამეში უხსნის ხელფეხს მის ამ რესურსის გამოყენების ნაწილში, რომ შეგიძლია სამილიონებო ხარჯები გაწიო კონკრეტული ამოცანები და აკისრო, ვინაიდან ის პოლიციელია უკვე და ასე შემდეგ. ასე რომ ეს 3 წელი ანუ არ იქნება განცალკევურად რომ აკადემიაში სწავლობენ და უცებ პოლიციის სისტემაში აღმოჩნდებიან, ანუ ერთმანეთთან იქნება, ასე ვთქვათ, დაკავშირებული ეს ორი პროცესი და პრინციპში დიდად არ ვფიქრობ, რომ რაიმე, ასე ვთქვათ, შეუთავსებლობა იყოს. პირიქით ეს ხალხი ძალიან სწრაფად აითვისებენ იმ პრაქტიკას, რაც სწავლის დასრულების შემდეგ მოუწევთ და ძალიან ადვილად შეძლება ინტეგრირება საპოლიციო სისტემაში და შემდგომში დაწინაურებას. იქიდან გამომდინარე, რომ მათ მაღალი კვალიფიკაცია ექნებათ ამ შემთხვევაში. გამოცდებთან დაკავშირებით მე მგონი ვისაუბრე ქალბატონო ეკა და რა ვიცი ვიფიქროთ ამ საკითხზეც. ჩვენი მთავარი ინტერესია რომ ვინაიდან სახელმწიფო დევს ძალიან დიდ რესურსს, მაქსიმალურად გადარჩეული, მაქსიმალურად მოტივირებული კადრები მოიძიოთ, რომლებიც მზად არიან რომ საკუთარი ასე ვთქვათ კარიერა დაუკავშირონ შინაგან საქმეთა სამინისტროს და საპოლიციო საქმიანობას. ბატონ ლადო, თქვენ რაც ვსწარეთ, მე მგონი მაგ საკითხზეც ვისაუბრეთ, რომ აქ პრაქტიკის კომპონენტი იქნება ძალიან დიდი, შესაბამისად ადვილად მოხდება ინტეგრირება მათი. რაც შეეხება გოგონებთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, აღჩვეულებრივად განსხვავება არ იქნება მიღება ორივე გოგონებისთვისაც, ბიჭებისთვისაც, თუმცა რა თქმა უნდა, გოგონებსაც მოუწევთ იმ შეფასების სისტემის გავლა, რაც საჭიროა, ხო? ის რა თქმა უნდა განსხვავებული, ასე ვთქვათ, ნორმატივები არის განსაზღვრული, ქალებისთვის, კაცებისთვის, სასახთან მიმართებაშიც განსხვავებული არის. შესაბამისად, ამის მიხედვით მოხდება შემოწმება და ვინც დააკმაყოფილებს მოთხოვნებს, რა თქმა უნდა, არ აქვს მნიშვნელობა, იქნება ეს ბედრობითი თუ მაგრობითი სქესის, ორივეს ექნება თანაბრად საშუალება, რომ მიიღოს განათლება. ქალბატონი ტატას შეკითხვებთან დაკავშირებით, შეკითხვა არ იყო, კომენტარი იყო და მე მინდა რომ გავაკეთო. მართალი გითხრათ, თქვენ როგორც პოლიციელი და თქვენ მუშაობთ წლების განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში, ძალიან გამიკვირდა რომ ამ აქციას შვიდობიანი დაარქვით, იქიდან გამომდინარე რომ ჩვენ კარგად ვნახეთ რაც ხდებოდა და არაერთი თქვენი კოლეგა 171 პოლიციელია დაშავებული.
ადამიანებს ხედველობა დაკარგეს, მენა დაკარგეს, სერიოზული დასახიჩრებები მიიღეს და ელემენტარულად შეგვიძლია პარლამენტის შენობას ვნახოთ, რა მდგომარეობაში იყო, რა ვიცი 1990-იანი წლების შემდეგ ასეთი დაზიანებული საქართველოს პარლამენტი არ გვინახავს, რა ვიცი, რუსთაველის გამზირზე ერთი საგზაო ნიშანი აღარ იყო დარჩენილი, აღარ ვიძახი კერძო საკუთრებას რა უქნეს და როგორ გაანადგურეს და რა დღეში ჩააგდეს და თუ ეს მშვიდობიანი აქცია იყო და ამ შემთხვევაში პოლიცია ძალას გადაამეტა, შესაძლებელია იყო გარკვეული შემთხვევები, სადაც ხდებოდა ძალის გადამეტება, მაგრამ 2024 წლის 28 ნოემბრიდან 5 დეკემბრის ჩათვლით ფეიერვერკების წვიმა ცვიოდა ჩვენი კოლეგების თავზე და არაერთი ადამიანი დაშავდა თან სერიოზულად და დღემდე ამ ჭრილობებს იშუშებს ეს ხალხი და არ ვიცი ხალბატონა და მე ძალიან გამიკვირდა ეს შეფასება თქვენგან არაერთი გაფრთხილება რა ვიცი შეგვიძლია გავხსნათ პოლიციის შინაგან საქმეთა სამინისტროს საიტი პოლისში და ხანდახან ესე თქვა სასაცილოც იყო კიდე რამდენჯერ უნდა დაწეროთ ეს გაფრთხილება ხო ხედავთ რომ არ ითვალისწინებენ აი ყოველ 15 წუთში ერთხელ იყო ხოლმე სამინისტროს ვებგვერდზე გაფრთხილება რომ თავი შეიკავეთ ნუ გამოხატავთ აგრესიულად პროტესტს გამოხატეთ მშვიდობიანად პროტესტი და ამის შემდეგ იწყებოდა ის საპოლიციო ღონისძიებების გამოყენება და მართალი გითხრათ მე ძალიან გამიკვირდა თქვენგან ეს შეფასება მით უმეტეს ადამიანისგან რომელიც სისტემაში მუშაობდა და იცის თითოეული იმ პოლიციელის გასაჭირი როგორი ძნელია როდესაც გახარ კორდონში და თავზე ქვები გეცემათ როცა ფეიერვერკების წვიმას გიშენენ და ამ დროს შენ ვალდებული ხარ რომ იდგე და დაიცვა საზოგადოებრივი წესრიგი და ძალიან გამიკვირდა მართალი გითხრათ კი ბატონო რაც შეეხება ახლა ჩემს სანქციების საკითხს როდესაც ევროპულ ღირებულებებზე საუბრობთ მივიღე სანქციები ყოველად დაუსაბუთებლად ერთი არგუმენტი, ერთი მტკიცებულება ვერავინ ვერ წარმოადგინა კონკრეტულად ჩემი მხრიდან რაში გამოიხატა კანონდარღვევა. ორი ხაზი მხოლოდ რომ რა ვიცი ბრიფინგი რატო ჩაატარეო დაახლოებით აი ესეთი არგუმენტი იყო მოცემული და ამ დროს ყოველგვარი სასამართლოს, ყოველგვარი შეპასუხების, ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე მივიღე ეს სანქციები და რა ვიცი ალბათ თუ ეს ასე არის საჭირო, რა თქმა უნდა, ჩემი ქვეყნისთვის და ჩემი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის ზადვა რომ მივიღო ასეთი სანქციები, როდესაც საპირწონეზე დგას ქვეყნის უსაფრთხოება და სახელმწიფო გადატრიალება. იყო და ხედავდით თვალწინ რაც იყო იქ და კი ბატონო. გასაგებია. კი პასუხობთ მეგონი ამ საკითხს. ბატონო ლადოს შეკითხვას რაც შეეხება შიდა ტურებთან დაკავშირებით. იგივე იქნება ბატონო ლადო. ანუ სრული შემოწმებას გაივლის, სანამდე ექნება უფლება გავიდეს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე. რაც შეეხება მოქმედ თანამშრომლებს ხელფასი შეუნარჩუნდება თუ არა. აი ეს საკითხი არ არის გათვალისწინებული. ვინაიდან ის ადამიანი თუმაში სასწავლო შეგულება უნდა გაკეთდეს, ამაზე საფიქრელი არის, ხო, იმიტომ რომ ხო, ამ ეტაპზე ხო, კი ბატონო. დაკარგვით სადაც არ დაკარგავს, უბრალოდ ანაზღაურების ნაწილი არის აქ კითხვის ნიშნის ქვეშ. და ასევე შეკითხვა შეეხებოდა შიდა გამოცდების სისტემასთან, მეგონი უპასუხე რომ იქნება ანალოგიურად, იურიდიულზე თუ ექნება მაგისტრატურაზე ჩაბარების საშუალება, ამ საკითხზე მინდის ახლა მსჯელობა რა წინაპირობა იქნება. სავარაუდოდ წესით პრობლემა არ უნდა ქონდეს ამ საბაკალავრო პროგრამას, იმიტომ რომ ძალიან ბევრ ისეთ დისციპლინას მოიცავს, რომელიც საფუძველია იურიდიული, ასე ვთქვათ, ფაკულტეტის და სამართალმცოდნეობის სპეციალობის და შესაბამისად ვფიქრობთ, რომ წინაპირობად უნდა ჩაითვალოს ეს და დანარჩენი ხა უკვე დეტალები დაზუსტება მე უკვე საკანონმდებლო მუშაობის პროცესში. მე მგონი ყველა კითხვას უპასუხე, თუ და მე დამჩა დიდი სიამოვნებით კი პასუხი. ძალიან დიდი მადლობა ბატონო სანდრო, უმნიშვნელოვანესი ინიციატივა არის წარმოდგენილი, მოგეხსენებათ სახელმწიფოს უსაფრთხოების სიძლიერის დამოუკიდებლობისათვის მნიშვნელოვანია რომ სახელმწიფო უზრუნველყოს ისეთი კადრების და ისეთი კვალიფიკაციების და ისეთი კადრების აღზრდა, როგორც არის როგორც თავდაცვის მიმართულებით, ასევე უსაფრთხოების, საპოლიციო მიმართულებით, რომელთა მიმართულებითაც ჩვენ გვაქვს უმაღლესი სასწავლებლები და 2019 წელს ქვეყნის ინტერესების საზიანოდ მიღებული გადაწყვეტილება აკადემიისათვის უმაღლესის
სტატუსის გაუქმება ეს იყო კიდევ ერთხელ მინდა შევახსენო ქალბატონ თამარს თქვენი პარტიის დამფუძნებლის გადაწყვეტილება, რომელიც რა თქმა უნდა არ ემსახურებოდა სახელმწიფო ინტერესებს. ამასთან ერთად მინდა ბატონ სანდროს პირადად და შინაგან საქმეთა სამინისტროს მადლობა მოვახსენო ევროპულზე გაცილებით უფრო მაღალი სტანდარტით ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვისათვის. სამწუხაროა რომ დღეს სანქციები იქცა ერთგვარ სინჯად, ბაჯაღლოს სინჯად, რომლითაც კიდევ ერთხელ დასტურდება თუ რამდენად მნიშვნელოვან საქმეს ეწევით და რამდენად ერთგულად იცავთ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს. სანქციები მთავარია რომ ჩვენი მოსახლეობისგან, ჩვენი ხალხისგან არ მივიღოთ და სანქციები დაუწესეს სწორედ იმ ურეიტინგო პარტიებს, რომელსაც ვხედავთ დღეს რა რეიტინგი აქვს და მთავარია რომ ჩვენ ხალხისგან გვაქვს ლეგიტიმაცია და ხალხისგან გვაქვს ლეგიტიმაცია იმ სწორი პოლიტიკის მიმართულებით, რასაც ჩვენ ვახორციელებთ ჩვენი ქვეყნის დასაცავად. კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა ამ ინიციატივისთვის და ჩემ კოლეგებს მოუწოდებ მხარი დაუჭიროს აღნიშნულ ინიციატივას. დიდი მადლობა, ამით სხდომა დასრულებულია, წარმატებებს გისურვებთ.